Concordat Curier's 9 საათზე ფოთის რეაბილიტირებულ პროფესიულ კოლეჯში 800 სტუდენტი იწყებს სწავლას მომსახურებამ მშენებლობა ტურიზმი ეს სფეროებია, რომლებშიც მომავალი სპეციალისტები მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. ფოთის სპორტი და ანაკლის ერთ-ერთი სასტუმრო უკვე მზად არიან კურსდამთავრებულები და საკმაოდ ანალოგიური კოლეჯი ქობულეთშიც გაიხსნება. Ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი ფაზისი ფოთში დღეიდან ამოქმედდა. კოლეჯი მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსთვის სპეციალისტებს მოამზადებს. უკვე დაგეგმილია, რომ გადამზადებული კადრები ფოთის სპორტსა და ანაკლიის ახალ სასტუმროში ოქროს საწმისში გადანაწილდებიან. პროფესიული სასწავლებელი დღეს პრეზიდენტმა გახსნა. ეს 4 თვეანია. 4 თვეანია და 4 თვეში ვიდასწავლეთ. ეს სამუშაოა სადისწავლეთ. ჩვენთან გარდა სტაჟირებას გადაწყდა ველოდები პირველ ნაწილს. ვიდეს ეგ მზარეულები, პრეზიდენტმა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სადურგლოც დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ფორმატული ჭრის ჩარხსა დეტალის დამუშავებაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოთში არის ახლა ელექტრონული მართულებით კატასტროფული უმრავლესობას სპეციალისტების და საერთოდ სამუშაოებს. იმიტომ რომ აი მაგალითად საბატონო პოლიციას, იუსტიციის ორგანოებთან ხალხს აპარო უჭირდება აქტიურად ხალხი ის რო შემოვიდა მაერსკი გაფართოებას აპირებენ კიდევ მეტი ხალხი დასაქმება გვერდის რაოდენობა იქნება სხვადასხვა საწარმოებები მოყოლს ასე რომ აქ რამდენი ხალხი უნდა გამოუშვათ იმდენი დასაქმება იქნება ტექნიკური კარგი განათლება ეგრევე შეწყდა ეს რომ ყველა ჩათდეს სასწავლებლოში იმაში რა ქვია რომელიღაც რა ქვია სოფლის საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართლის იდეოლოგიურ ფაკულტეტებს ყველა დაიწყო საქმეზე ლაპარაკი ყველა მიხვდა პირველი 500,000 კაცი რომ გამოვიდა რომ დასაქმება ყველა მიხვდა რომ ჯერ უნდა კონკრეტული საქმე დავარო და შეიძლება დაიხმარება შეიძლება ეს 15 ეს რამდენი ეს არის საფეხურების სწავლება, პირველი საფეხური 3 თვე, შემდეგ საფეხურია ისევ 3 თვე, შემდეგ 4 თვე. ანუ 3 საფეხური და მაღალ კვალიფიცირებული დურგალი იქნება. ეს რამდენი საფეხური? 15. რუსლანი. ხოდოა. აი რუსლანი, ეხლა 17-18 წლის ასაკიდან თავის ოჯახს არჩევს. თავარი ადამიანის ხოდის პროფესია ჭიროს ხელში. ჩვენ ვფიქრობთ მინის აწარმოებთ ჩამოყალიბეთ შემდგომში და აი ესეთი ბავშვები, რომლებიც იქნებიან სპეციალისტები და წარმატებით დაეუფლებიან პროფესიას, ადგილზევე დასაქმდებიან. ჩარხზე მუშაობის გარდა კოლეჯში ყველაზე პოპულარული ელექტროშემდუღებლის პროფესია. ამ სპეციალისტებზე მოთხოვნა ძირითადად ფოთის სპორტის ადმინისტრაციას აქვს. დღეს სპორტის ხელმძღვანელი თავად აკვირდებოდა სტუდენტების მუშაობას. ვეუბნებოდი, რომ ძალიან გვესაჭიროებოდა კვალიფიციური ხალხი. ხალხს შანსი უნდა მიეცეს პრაქტიკისთვის. აპირებთ გაფართოებას. Expansion plans. Yes. კი გაფართოება დაგეგმილი გვაქვს, ტრენინგებსაც ჩავატარებთ. Looking forward to good cooperation. აი რამიშობა აი აქედან პირდაპირ არის დასასაქმებელ ადგილზე ადამიანები, აი რასაც ჩვენ უცხოელი პარტნიორი ჩამოვით, რომ ყავს ნიჭიერი ადამიანები, უბრალოდ უნდა სწავლა. და აი ეს არის რატოა ეს სასწავლებლები ძალიან და რა მოხდა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ესეთ სასწავლებლებს გამოაკრეს აბრა უნივერსიტეტი, აკადემია, კიდე რაღაცა უმაღლესი რაღაც დაწესებულება და თავსაც იტყუებდნენ და სხვასაც ატყუებდნენ. ეხლა ისე დადგა ყველაფერი დაუბრუნდა იმას, რაც წესით უნდა იყოს. უბრალოდ ისე ვთქვით, რაც არასდროს არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, ადრე ვიღაცა მოსკოვში იჯდა ის წერდა, რომ აი ეს პროფესიები იყოს ამ და ამ ადგილზე ამდენ და ამდენ რაოდენობა. ახლა კონკრეტული დამსაქმებელი მოდის, აგერ 2 კილომეტრიდან გადმოდის. არ 500 მეტრიდან ეუბნება, რომ აი ეს პროფესიის ადამიანები და ამ და ამ რაოდენობა.
ახალ კოლეჯში 800 სტუდენტი ისწავლის. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროფესიული სასწავლებელი ქობულეთშიც გაიხსნას. რო წარმოვიდგენთ ეს მინისასტუმრო, მაგრამ ანაკლიაში ჩვენ 2013 წელს გვექნება 1000 სასტუმრო ნომერი. ეს არის იმაზე მეტი, რაც გასულ წლამდე იყო ბათუმში. და ამ 1000 სასტუმრო ნომერს მინიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა ვიციცის ეს საქმე. რადგან ნიჭიერი ხალხი სტუმართ მოყვარება ჩვენ არ გვეშლება, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდისთვის მუდმივ სამუშაოდ დაწყვეტათ ეს სიტყვაზე. ზაფხულის სეზონზე სტუდენტმა რომ მოვიდეს და იმუშაოს და თავისი სწავლის ფული შეაგროვოს ან კიდევ რაღაცა. ამისთვისაც არის დასასრულო. ამიტომ ჩვენ უბრალოდ მარტო კურორტის სროლას შევარით, ჩვენ ამავე დროს ზუსტად ეს ყველაფერი ძალიან სისტემურად ხდება. ტურიზმი, უბრალოდ კურორტი მისასვლელი ინფრასტრუქტურა, ესე გზები, მოხდან უნდა აშენდეს გზები, იმედია უახლოეს მოკლე ხანში. პოტის აეროპორტი როს გამოვიდეს ადამიანის ფულს დახარჯოს აქ ყველაზე მოკლე გზით. და ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ ასევე თავარი რამ კვალიფიციური ადამიანები. იმიტომ რომ ყველაფერი ამას შეიძლება ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ამუშავებენ და რომელიც რეალურად ამ ეკონომიკას ამოძრავენ. და სხვაჩვენს მე დავაკვირდი, რომ თავიდან ყველა წუთურობდა საქართველოს სერვისის დონეზე, მაგრამ ბოლო წელიწადში წელიწადნახევრის სიტუაცია დაიწყო კვეთად ცვლილება. იმიტომ რომ სხვანაირად დაიწყო ხალხმოყურება. და მე დაწურებული ერთ-ორ წელიწადში ფრანგებზე, იტალიელებზე და ასეთ განვითარებულ სერვისის ქვეყნებზე ნამდვილად ნაკლები არაფერ არ ვიქნებით. ესე იგი ვიქნებით უფრო მდიდრები, უფრო მეტი შემოსავალი გვექნება, უფრო კარგხასიათი ვიქნებით. დაახლოებით ორ თვეში იგივე ამაზე უფრო დიდი სასწავლებელი გაიხსნება ქობულეთში, რითიც ჩვენ მთლიანად შევქმნით ინფრასტრუქტურას დასავლეთ საქართველოში, იმისათვის რომ ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი აიცვას ეს პროფესია, ადვილად დასაქმეს ბაზარზე. ახალი კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. გარემონტ და სასწავლო კორპუსი და მოწესრიგ და ეზო. ფოთის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ახალი სასწავლებელი დასაქმების შანსებს გაზრდის. პროფესია მაინც ეკნებოლებოდა და მე რაც უნდა აკეთო, გინდა უმაღლესი ჩაბარო სადაც უნდა, მაგრამ ეს თავიდან რომ პროფესია მქონდეთ ხელში. ბოზავო სახში გამოადგება თუ მე აკადემიკოსი რო გამოვიდეს ის იქნება რა. სახში შეაკეთებ შენ რო გაჯო. და მე ხო უყურე რომ ეს კერძი გამლახა მუშაობა და ეხა დაუვალე რომ ტაძრის მოკრობას დაიწყოს ემუდა რომ მოწმდეს ყველაზე აღუწყენებული დასაწყისი. ახლად რეაბილიტირებული პროფესიული სასწავლებელი სრული დატვირთვით უკვე